იცი რა არის მინიატურა? მინიატურა ეს არის პატარა, ხელით დახატული ილუსტრაცია, რომელიც ძველ წიგნებში გვხვდება. მისი მიზანი იყო ტექსტის გალამაზება, შინაარსის უკეთ გადმოცემა და ხშირად ცოდნის ვიზუალური გადაცემა. თუმცა პატარა მინიატურის მხოლოდ ზომას ეხება, მის მნიშვნელობას არა. ეს იყო ხელოვნების უნიკალური ფორმა, რომელიც ტექსტს სულს სცემდა. მოდით, სამ მათგანს გიჩვენებთ. პირველ მინიატურაზე საუკუნის ძვირფასი ხელნაწერი, რომელიც მეფე დავით აღმაშენებლისთვის შეიქმნა. შეამჩნია, როგორია იქ გამოსახული ანგელოზები და წმინდანები. მათი სახეები, შვიდი და ფერმკრთალი. კანისამოსი, ოქროსფერ ფონზე დახატული, რაც სიწმინდეს და ზეციურობას უსვამს ხაზს. მთელი კომპოზიცია თითქოს ლოცვას ჰგავს. მეორე მინიატურაში ვხედავთ მეფეს ტახტზე. მარცხნივ და მარჯვნივ წარჩინებული დიდგვაროვნები, ქვემოთ კი მსახურები, რომლებიც ძვირფასეულობას უძღვნიან მეფეს. ეს ასახავს როგორც იერარქიას, ისე ძალაუფლებას. წითელი ფონი მეფის ძალას და სიწმინდეს უსვამს ხაზს. მესამე მინიატურაზე გამოსახულია ჯარი, რომელიც თავს ესხმის სოფელს. ხოლო ზემოდან ქრისტე ანგელოზებთან ერთად გადმოყურებს. ეს მიანიშნებს სულიერ მხარდაჭერაზე, ქრისტე მაჭირვალესთანა, მაშინაც კი, როცა ქვემოთ ძალადობას უფევს. დღეს მინიატურა სხვაგვარად ცოცხლობს წიგნებში, თამაშებში, ციფრულ პლატფორმებზე. მაგრამ მისი მიზანი იგივეა, სიტყვებზე მეტის თქმა.